გამარჯობათ. დღეს გადაცემაში მოგიყვებით საქართველოს ებრაელთა და ქართულ ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის შესახებ, რომელიც 1922 წელს ჩამოყალიბდა. ოფიციალურად კი 1923 წელს დაარსდა. ამას გარდა დღეს კი ამბობთ ქართულ და ებრაელ ხალხთა ურთიერთმეგობრობის შესახებაც. თავდაპირველად მუზეუმი განთავსდა ებრაელთა კულტბაზის შენობაში, ხოლო 1940 წლიდან ეგრეთ წოდებულ გუმბათიან სინაგოგაში. ადრინდელი სინაგოგის ადგილზე 1914 წელს საფუძველი ჩაყრილი ძველი თბილისის დამამშვენებელი მუზეუმის შენობა აგურისაა. გარედან მრავალკუთხა, შიგნით წრიული, რომლის პერიმეტრზე რვაწყვილ სვეტზე დაფუძნებულია რკინაბეტონის ორი, დიდი და მცირე გუმბათი. შენობა დაახლოებით 20 მეტრის სიგრძე სიგანისაა და 21 მეტრის სიმაღლისაა. მიჩნეულია, რომ იგი იმ ეპოქის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. მუზეუმის შენობას გააჩნია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და მას საქართველოს კანონმდებლობა იცავს. მუზეუმის ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა ნაკუძარ ნამოღვაწარზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართულ ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის წარდგენის საფუძველზე საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი აღდგა. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 1017 დადგენილებით და მიენიჭა ცნობილი რაბინისა და საზოგადო მოღვაწის დავით ბააზოვის სახელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით 2014 წელს დამტკიცდა მუზეუმის ახალი დებულება და განისაზღვრა მისი სახელწოდება დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი. მუზეუმი მფლობელია მრავალი ექსპონატისა და რარიტეტისა, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული, ეპიგრაფიკული, ხელნაწერი, ნაბეჭდი, მხატვრული, არქივების, ფოტოსურათების და ასე შემდეგ, რომლებიც მუზეუმის გაუქმების შემდეგ 1952 წელს განთავსდა სხვადასხვა მუზეუმსა და დაწესებულებაში. 1998-2006-2014 წლებში მოხდა კოლექციების მეცნიერული შესწავლა, კონსერვაცია, რესტავრაცია, მოეწყო გამოფენები და გამოიცა კატალოგები. 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა შენობის რესტავრაციის დამთავრების შემდეგ მუზეუმისთვის მისი კუთვნილი კოლექციების დაბრუნება. მართლაც გამორჩეული მუზეუმია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, მას საერთაშორისო მნიშვნელობის კატეგორიაც გააჩნია, ეროვნულთან ერთად რასაკვირველია. ამ მუზეუმის არსებობით ჩვენ დედაქალაქში, ჩვენ სამშობლოში განსაზღვრული ამითი განისაზღვრება ჩვენ ერს რა ისტორია განულია, გაიარა აი ამ საუკუნეთა განმავლობაში და მას აქვს დაშვებული ის დიდი შეცდომები თუ არა, როგორც მრავალ ქვეყანას სამწუხაროდ სხვა ერებთან ურთიერთობაში, მე როგორც რასაკვირველია ამ შემთხვევაში ახალ ჩვენ მუზეუმზე საუბრობთ ებრაელი ერისადმი დიდი ბიბლიური ერის მიმართ დამოკიდებულებაში და მე ის მახარებს როგორც ქართულ კაცს, რომ ჩემ წინაპრებს წინა საუკუნეებში და ღვთისმშობლობით ასე იქნება მუდმივად სხვა ერების მიმართ ჰქონდა ყოველთვის შემწყნარებლობა, სხვა რელიგიების, კულტურების, ეთნოსების, კონფესიების მიმართ და სწორედ ეს ურთიერთობები, რასაც ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები ქვია, ამას წარმოაჩენს. ეს ერთი ძირითადი ასპექტია ჩემთვის, როგორც ქართველი კაცისათვის, საქართველოს მოქალაქისათვის. მეორე ამითი ჩვენ ვესაუბრებით, ჩვენ მადლობას ვეუბნებით, ჩვენ ძმებს, ჩვენ მე მათ ძუძუნტეებს უწოდებ ქართულ ებრაელობას, რადგანაც მათ უდიდესი ღვაწლი აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. მარტო ის რომ თქვათ, რომ ქართულმა ებრაელებმა მოიღეს იერუსალემიდან როგორც ქართლის ცხოვრება ბრძანებს ქრისტეს კვართი და იგი დავონებულია ჩვენი დედა ემბაზის სვეტიცხოვლის წიაღში. რა მინდა გითხრათ, რომ თვითონ მუზეუმი დღეს მიმაჩნია, რომ ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იმიტომ რომ ჩვენ ამით ვესაუბრებით გარდა გამოხატავთ ქართული ებრაელობის მიმართ დიდ პატრიოტიზმსა და ძმურ სიყვარულს და მეგობრობას, ამავე დროს ვესაუბრებთ დანარჩენ მსოფლიოს ებრაელობას და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ვესაუბრებთ დანარჩენ მსოფლიოსაც, რომ შეიძლება თურმე საუკუნეთა განმავლობაში ორმა კონფესიამ, ორმა კულტურამ, ორმა რელიგიამ, ორმა ეთნოსმა
ერთ სიცეში იცხოვროს და თან ეს ცხოვრება იყოს მეგობრობით გამშვალული. ხო, ესეთი მე-19 საუკუნის შუახანების ესე იგი რარიტეტული წიგნები გახდა, ძველი ათმის წიგნებია, გამოდიოდა აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში დიდი ცენტრები იყო და აი ეს არაჩვეულებრივი ძველი წიგნების ბიბლიოთეკა გადაჩნია მუზეუმს. ამ მუზეუმთან დაკავშირებით მე ასე ვიტყვი, რომ დაღუპვის წინაშე იყო. ჩვენ დასაბედნიეროდ მე აქ ვიცი რომ მიიღეს მონაწილეობას ბატონი ჯამრეთ ლუკაშვილი, უდიდესი მადლიერებით გამოხატა, არა მარტო იმიტომ რომ ჩემი სულიერი მეგობარი გზანდება, რომ დიდი კვარტალია რომ ეს საკითხი დასვა ბატონი ვიტინა ივანიშვილის წინაშე და მართლაც მოხდა რაღაც საოცარი რა, რომ 2013 წლიდან დაიწყო რესტავრაცია ძველი თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ნაგებობისა და აღდგა ეს მუზეუმი. სხვადასხვა მე უამრავი რეგალია მაქვს და სტატუსი, მათ შორის სპორტული ძალიან ბევრი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ მე ვარ აი ამ მუზეუმის საქართველოს ებრაელთა ისტორიის და ქართულ ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმის გადარჩენის და აღორძინების ფონდის პრეზიდენტი. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ მუზეუმში მთელი ისტორიაა. ისტორია არა მარტო ორი ერის მეგობრობის, არამედ საქართველოს ტოლერანტობის. ამ მუზეუმში მოდიან ყველა ეთნოსის წარმომადგენლები. რაც შეეხება თვითონ ამ მუზეუმის გადარჩენას, 2008 წელს უკვე მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციამ დაწერა წერილი ბადრი ბადარგაშვილის სახელზე, რომ ეს მუზეუმი, რომელიც მთლიანად იყო განადგურებული, ფაქტიურად ამისგან არაფერი აღარ იყო, უბრალოდ რაღაც საზირკველი იყო შერჩენილი, რომ ეს მუზეუმი აეღორძინებინათ. ბადრი მოაწერა ხელი, სამწუხაროდ 2 თვის შემდეგ ის გარდაიცვალა და ეს დარჩა ისევ ღიად ჩვენ ვერ შევძელით, ვიდრე არ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც თხოვე და მეორე დღეს დაიწყო მოვიდნენ არქიტექტორები და დაიწყო აი ამ მუზეუმის აღორძინება. მოკლედ გენიალური მუზეუმი გვაქვს, ძალიან ლამაზი. ამ მუზეუმს 3 სართული აქვს და ყველა სართული თავის საქმეს ემსახურება. აქ რა თქმა უნდა, რაც კი არის ჩვენ შორის ქართველებსა და ებრაელებს შორის ეს 26 საუკუნე, რომელიც უკვე 27-ში გადავიდა. მე მაინც კოტე მახარაძის სიტყვის მოვიშველიებ, როცა რეპორტაჟი მიყავდა უცხოეთიდან ოლიმპიური თამაშების თუ მსოფლიო ჩემპიონატის, მას რუსულად მიყავდა და უყვარდა ხოლმე ამის თქმა, რომ заканчивается 26 минута и тут же начинается 27 минута. დამთავრდა ჩვენი 26 საუკუნოვანი მეგობრობა და დაიწყო 27-ე. მე მაინც მიხარია, რომ ებრაელი კაცი ვარ და დაბადებული ვარ საქართველოში. მე ხო შეიძლება სხვა ქვეყანაში დაბადებული ყავი, მაგრამ დაბადებული ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც არა მარტო ებრაელების მიმართ, ყველა ეთნოსის მიმართ არის ტოლერანტი. და ჩვენ ველოდებით სულმალე, რომ ქართულ ებრაულმა მეგობრობამ მიიღოს იუნესკოს-დან, იმიტომ რომ ეროვნული კატეგორია უკვე მიღებული აქვს, ეს გადაწყდა სამინისტროში, შემდეგ პრემიერის მიერ არამატერიალური კულტურული ძეგლის ეს სტატუსი, რომელსაც ველოდებით, რომ იუნესკომ გამოგვიგზავნოს. ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა მთელ მსოფლიოში. ნელ-ნელა დაბლა ჩამოვდივართ, ვიღავით მაღლა, ხოლო მეორე სართულზე, პირველ სართულზე არის საკონფერენციო დარბაზი, სადაც თვეში ერთხელ, ახან ორჯერ იკრიბებიან ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლები სხვადასხვა დარგის და მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაცია ატარებს იმ საღამოებს, რომელიც ისეთივე ისტორიულია, როგორც აქ არის არტეფაქტები აი ამ სართულზე, სადაც ჩვენ ვართ. რაც შეეხება ურთიერთობებს, ებრაელები საქართველოში ოდითგანვე ცხოვრობდნენ. ქართული ისტორიული მეცნიერების თანახმად, ებრაელი მოსახლეობის მრავალრიცხოვანი ჯგუფები საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 26 საუკუნის წინ გამოჩნდნენ. ითვლება, რომ საქართველოში ისინი ჩამოსახლდნენ მას შემდეგ, რაც ახალი ბაბილონის სამეფოს მმართველმა ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი დაიპყრო. მოგვიანებით ებრაელი ხალხი საქართველოში გადმოსახლდა არა მხოლოდ ისტორიული სამშობლოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც, დევნისა და ანტისემიტიზმის გაძლიერების პერიოდში. თანდათანობით ებრაელები ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში გაიფანტნენ. მოხდა მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში, მათ სრულად გაიზიარეს ქართული ხალხის ისტორიული ბედის ავგარდიანობა.
საქართველოში დასახლების პირველ საუკუნეებში ებრაელები ძირითადად ვაჭრობითა და სხვადასხვა ხელოსნობით იყვნენ დაკავებული. ამ დიასპორის წარმომადგენელთა საკუთრებაში მრავალი კუსტარული სახელოსნო და სავაჭრო წერტილი იყო. საინტერესოა, რომ საქართველოში ბევრი ერთნაირი ქართული და ებრაული გვარია, რაც ამ ხალხების მრავალ საუკუნოვან თანაცხოვრებაზე მიუთითებს. ებრაელები საქართველოში იმ დროს დასახლდნენ, როცა გვარები ჯერ კიდევ არ იყო. ებრაული გვარების წარმომავლობაც იმავე პრინციპებს ეფუძნება, როგორცაც ქართული. ამიტომ ქართული ებრაელების გვარებს გარეგნული მსგავსების გარდა ქართული შინაარსიც აქვს. ხანდახან ვერ გაიგებს, სად ქართველია და სად ებრაელი. სხვათა შორის საქართველოში ძალიან ცოტა შემთხვევაა, რომ ებრაელმა გვარი გამოიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საკუთარი ტრადიციები აქვთ, მათ მაინც უფრო მეტი საერთო აქვთ. ქართული ენა და მენტალიტეტი ქართულ ებრაელებს საზღვარ გარეთაც აერთიანებს. რაც შეეხება თავშეყრის სახლს, საქართველოში ებრაელთა ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული ძირძველ მოსახლეობასთან და მაინც. მათ შეინარჩუნეს საკუთარი იდენტობა, თავისებურებები და ეროვნული ხასიათი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ებრაელთა დიასპორის ცხოვრების ცენტრი ყოველთვის იყო და იქნება სინაგოგა. ისრაელში ამჟამად პრაქტიკულად ყველა ქალაქშია ქართული სინაგოგა. სინაგოგა ივრითის ენაზე გამოიხსნის როგორც ბეით ქნესეთი, რაც თავშეყრის სახლს ნიშნავს. სინაგოგებს როგორც წესი ისე აგებენ, რომ შენობის ფასადი ისრაელის და თუ ეს შესაძლებელია, იერუსალიმის მხარეს იყოს მიმართული. ებრაელები ხომ პლანეტის ნებისმიერ ადგილზე ლოცულობენ და სახე მათ მთავარი სიწმინდისკენ უნდა ჰქონდეთ მიმართული. ძალიან საინტერესოა, ქალბატონო ევა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონფერენციო სივრცეში, როგორც თქვენ უწოდებთ, აი აქ ამ დარბაზში იმართება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონფერენცია, როგორც აღნიშნეთ, თუმცა არ შეიძლება არ გავამახვილოთ ყურადღება აი ძალიან საინტერესო თოჯინებზე. თქვენ ბატონი ჯამლეთ ხუხაშვილი და ქალბატონი ნათელა პატარკაციშვილი და სხვათა შორის ქალბატონი ნინო ანდრონიკაშვილის მიერ არის გაკეთებული, ხო? ეს როგორც იქნება ორი სიტყვით, ხო, გვიამბოთ ამ თოჯინების შესახებ. ეს თოჯინები გაკეთდა, როცა მე და ჯამლეთს შემოსულდა 50 წელი, ქორწინების 50 წელი. ვინც ეწევა ამ მუზეუმს, ცდილობს პატარა თავისი სუვენირი შემოიტანოს და ეს ალბათ მალე გაიხსნება კუთხე სუვენირების ამ უცხო ადამიანებისადმი ნაჩვენარი მუზეუმისთვის, რომელიც სამუზეუმო ექსპონატები არ არის, მაგრამ მაინც საინტერესო ნივთებია. და სხვათა შორის ეს არის ადგილი, სადაც საკმაოდ საპატიო ადგილი უკავიათ ამით ახმებით, აი ამას თოჯინებს. ჩვენმა ასოციაციამ თავისი ნიშა დაიკავა საქართველოს სივრცეში. თავარი ის არის, რომ ასოციაციის პრეროგატივა არის ის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ის 26 საუკუნის ტრადიციები, რომელიც ჩამოყალიბდა ამ ორ ერთს შორის, არ დავკარგოთ, სადღაც სივრცეში არ გაიბნეს და ჩვენ მომავალს გავაცნოთ, თუ რა ვიყავით ჩვენ. იმიტომ რომ უნიკალური მეგობრობა. ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომელიც პროფილით ერთმანეთს რაღაცნაირად შეეთავსებიან, ქართველი და ებრაელი ადამიანები, ჯდებიან აი ამ სავარძლებში და ვანთებთ სანთლებს. სანთლის დანთობა საერთოდ საკრალური მნიშვნელობა აქვს სანთლის დანთებას თქვენ იცით ყველანაირ რელიგიაში და ამ სანთლის დანთებით ჩვენ იმას ვაუცნებთ ამ კედლებს რომ მოვიდა ახალი სტუმარი რომელიც ღირსია რომ ამარ სავარძელში დაჯდეს. აქ უკან ხედავთ ეკრანს. ეს ამ ეკრანზე ჩვენ აღბეჭდა ჩვენი ასოციაციის მუშაობას პატარა ისინი ფრაგმენტები გადის ისტორიული, სადაც არიან რომლებშიც აღბეჭდილი ის ყველა არა, მაგრამ რაღაცა პატარა ისეთი რელიქსივით არის ისეთი ჩვენება, ვინ იყო, რა იყო და რა გავაკეთეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საინტერესო საღამოები და საჭირო საღამოები. იმიტომ რომ მოდიან ის ადამიანები, რომლებსაც დავიწყებული აქვთ ეს ისტორია და არ უნდა დავიწყოთ ეს. აქ აღინიშნება ყველა ებრაული დღესასწაულები, ქრისტიანული დღესასწაულები და სტუმრები არიან განსაკუთრებული ადამიანები, რომლებსაც ეხებათ რელიგია, პოლიტიკა, ხელოვნება და სპორტი და ასე შემდეგ.